მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა ტრენინგი ნიადაგის ნაყოფიერების მენეჯმენტის შესახებ. ტრენინგი ტარდება პროექტის ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულისა და მიმდებარე რაიონების საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ცოდნა გაიღრმავონ ნიადაგის მართვის საკითხებში და მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მოსახლეობას, როცა ჩვენ გჭირდება გასვლითი სამუშაოები, უჭირთ დაწყება ნიადაგის შესწავლის, არიციან მათმა როგორ გააკეთონ ამ ნიადაგის შესწავლა, ვის მიმართონ. აი ჩვენთან ახლა დღესდღეობით ხდება ჩამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ჩამოიტანა მინი ლაბორატორია. ამის შესწავლას ვახდენთ ახლა ქვემო ქართლის რეგიონის ყველა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. გავდივართ ტრეინინგს, ორდღიანი ტრეინინგი ტარდება და შეგვიძლია რომ ის მინიმალური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობა ნიადაგის და პიასის გამსაზღვრა უთხრათ იმ მეწარმეს გლეხს დავაჯეროთ რომ ეს აუცილებელია მოხდეს ანალიზის გაკეთება ნიადაგის. მომავლისინ აუცილებელი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე ამაზე ზრუნვა. ასევე ბიოლოგიურად სუფთა მცენარეების მოყვანა და წარმოება კულტურების, სხვადასხვა კულტურების აუცილებელი გახდება ეს მომავლისათვის. როგორც მოგიხსენებათ, 2015 წელი მსოფლიოში გამოცხადებულია ნიადაგის წლად. ეს განაპირობა იმან, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა არის ძალიან დეგრადირებული, ფაქტიურად გაღარიბებულია და თუ არ უშველეთ დღეს ჩვენ ნიადაგს, არ ავამაღლეთ მისი ნაყოფიერება, ალბათ სადღაც 20-30 წელში მივიღებთ საერთოდ გამოფიტულ ნიადაგს. და დღევანდელი ჩვენ ტრენინგს ის მნიშვნელობა აქვს, რომ რა თქმა უნდა ეს ხელსაწყოები, რაც ჩვენ გადმოგვეცემა ყველა მუნიციპალიტეტს და რეგიონალურ სამსახურსაც, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს იმ ლაბორატორიულ კვლევებს, რაც აუცილებელია ნიადაგისთვის, მაგრამ საფუძველს მოგცემს, რომ ჩვენ ფერმერს გავუსაზღვროთ პირველ რიგში რა მდგომარეობაშია მისი ნიადაგი. როგორც აღნიშნე, ამით ჩვენ სავსწავლავთ ნიადაგის მჟავიანობას, pH-ს, აზოტს, ფოსფორს და კალიუმს. ამის გარდა არის ნიადაგის ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორც არის ჰუმუსი, არის მიკროელემენტები და ასე შემდეგ. საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის უნივერსიტეტისა და ვინროკ ინტერნეშნალის მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ USAID-ის მეშვეობით $2 მილიონ მეტი გამოჰყო. პროექტის ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში მიზანია დაეხმაროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარებაში. სისტემის მეშვეობით ქართველი ფერმერები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და მარკეტინგის სფეროებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ. ასევე გაიგებენ, როგორ გამოიყენონ უახლესი სამეცნიერო ცოდნა წარმოების გასაზრდელად. ეს არის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის გამიზნული ტრენინგი, რომელიც უშუალოდ ეძღვნება ნიადაგის მართვის, ნიადაგში არსებული მინერალების, ტესტირების და საკვები მინერალების შესახებ საკითხებს. მე პირადად გახლავართ ამერიკის შეერთებულ შტატებში 32 წლის გამოცდილების ექსტენციის სპეციალისტი. ჩემთან ერთად არის ტრენინგის ფარგლებში მოწვეული ნიადაგმცოდნე ამერიკის დევისის უნივერსიტეტიდან. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ნიადაგთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალურად ნაყოფიერად გავაცნოთ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს. რასაკვირველია ნიადაგის ტესტირება და კვლევა ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერისთვის, რათა გაიზარდოს ნაყოფიერება და ასევე მათ დაზოგონის თანხები, რაც მათ რეგულარულად ესაჭიროებათ მოსავლის მოყვანის პროცესში. აღნიშნული ტრენინგი მარნეულის მუნიციპალიტეტში 19 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.